მე ვარ მაშო ჯაყელი 7 წლის. სწავლობ მეგას სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა და ხატვა. აქედან უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ მთაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე რომ მთაწმინდაში მივედი. არავის არ ვიცნობდი და ძალიან მნერვიულობდი. მარტო ერთ ბავშვს ვიცნობდი, რომელსაც ჰქვია ლიზა. დედიკოსთან ერთად ვიყავი და ძალიან ცოტა ვიტირე. ჯერ მასწავლებელი გავიცანე და მერე ბავშვები. მერე დავიწყეთ ვარჯიში. ჩემი ქორეოგრაფია ლელა მასწავლებელი. ის არის თბილი და მოსიყვარულე მასწავლებელი. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ტრიალი და ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილი იყო ხაზების გასწორება. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ის. კონცერტი არ გქონია ჯერ, მაგრამ მინდა მალე მქონდეს. ამ კონცერტზე მინდა მეცვას კაბა მუხლებამდე და მუხლებამდე მინდა ფერი იყოს წითელი. ხია წითელი. და ზემოთ კი შავი და აი აქ რომ რაღაცა ამოჭრილი არის, ეგ მინდა აქ თეთრი ზოლები ქონდეს და აქაც თეთრი ზოლები ქონდეს. აქ კაბა რაღაცას რო იკეთებენ, ეგ ცოტა იყოს თეთრი, მონაცესფრო და ვსო. ჩემი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. ცეკვაზე იმიტომ შევედი, რომ თავიდან დედიკო მითხრა ცეკვა გინდა, მე უთხარი კი მეთქი. მაგრამ სანამ ცეკვაზე შევიდოდი, ძალიან ნიჭი მქონდა ხატვის. ძალიან კარგად ხატავ. მე ვიცი გოგონას დახატვა, გოგონას ტანის დახატვა, თაიგულების დახატვა, გულის დახატვა, ბუშტების დახატვა, საერთოდ ოჯახის დახატვა, რავი, სახლების დახატვა, გორაკების დახატვა, მზის დახატვა, ღრუბლების დახატვა. ყველაფერის დახატვა ვიცი. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონას. მე ახლა გასწავლით გოგონას დახატვას. ჯერ ვხატავთ კრისტალის თავს, მე შემოუვარებთ თავს, მე ვხატავთ თვალს, თვალის შიგნით ორ ბურთულას პატარას, იგივეს ვიმეორებთ მეორე ბურთულაზე, მეორე თვალზე. შემდეგ ვაკეთებთ აი აქ წამწამები რო გვაქვს მაგას, მე აქ ხაზ ჩამოусმევთ, აი ასე ხაზ ჩამოუშვევთ, მე ვუხატავთ ტუჩებს, მე ვუხატავთ ლოყებს, მე ვუხატავთ გულებს, მე ვუხატავთ ცხვირს, მე ვუხატავთ ყურებს, მე ვუხატავთ თმებს და მე უკვე ფონზე რაც გინდა ის უნდა დახატო. 6 წლიდან ვაგროვებ ნახატებს და 95 ცალი მაქვს. ერთი ნახატი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ის იყო ფერადკანიანი გოგო, ყველაფერი შერეული, თვალები ქონდა ძალიან ლამაზი, ტუჩები ძალიან ლამაზი ქონდა. ისიც კი ლოყები ქონდა ძალიან ლამაზი და თმები კი არ ვიცი რანაირად ქონდა, ისე ძნელად დავხატე რომ თმა 2 საათი დამჭირდა. იმდენი ფერი შეურია და გარეთ ფონზე მე არ ვიცი რა დავხატე. გულები, ბუშტები და ასე შემდეგ. სხვა კლაკნილები და ასე შემდეგ დავხატე. მოკლედ მე ვარ ძალიან კარგი მხატვარი. კოსმორტი ხომ იცით, ანუ კოსმორტში უნდა გავაგზავნო. კოსმორტში მინდა რომ გავაგზავნო, ან ჩემ სახში რო ჩამოვკიდო. იმიტომ არ ვყიდი რომ მენანება. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამიტომ მიყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშად მაგალითად მომიტანა პლანშეტი. წელს მინდა მომიტანოს პლანშეტის кейსი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 10 წლის და მას ქვია გიორგი. ახლა მინდა ვიყო 8 წლის. იმიტომ რომ ჩემი კლასელები 8 წლის და 9 წლის არიან და მინდა დავეწეო. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის სალოვორჩენკო. ყველაზე ჭკვიანს ვერ გამოვარჩევთ, იმიტომ რომ ყველა ჭკვიანი ვართ. ყველაზე მშვიდია ელენე გოგედეძე. ყველაზე ბედნიერია ბარბარე ჯავრიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და მეგობრული. მე ვიპრანჭები ასე, სულ სარკესთან ვდგები და ჩემთვის ამრავეს ვიკეთებ პომადასაც ვისმევ. ზოგჯერ ვიპრანჭები დედიკოსთან ერთად და მივდივარ სტუმრად. ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრად, როცა მივდივარ ნანული ბებოსთან. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ლიკა ქორიძე.
იმიტომ რომ მოსიყვარულეა, სულ გვეფერება, სულ კარგად გვეხსნის დავალებებს და რა თქმა უნდა გვეხმარება დავალებებში. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე მხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა ლილო. მე იმიტომ გადავიფიქრე რომ ისედაც პრინცესა გოგო ვარ. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა და. ჩემი ძმა არის 3 წლის და ქვია ვაკო. ის არის ღიარული, ჭამელი და ცელქი. ჩემი აზრით ვაკო რომ გაიზრდება გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის მშრომელი, უშიშარი და ძლიერი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ყვავილებს უგნის და თბილს ტყობს ეუბნება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მსურველი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ფაფა. სხვათა შორის მე ვიცი გევრიელი ყავის მოდუხება. ჩემი საყვარელი საჭმელია ბულიონი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი მულტფილმია ლილუ და სტიჩი. მე მგონია ყვავილებიდან ვგავარ ვარდისფერ ვარდს. ჯადოსნური ჯოხი რო ვქონოდეს, ყველა საურსურველდი თითო სურვილს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საქართველოს კუთხეებში. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ყავისფერი ფუმფულა ძაღლი. ასე შვება. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მაშინ რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე მომწონს ჩემი სახელი, მაგრამ მაშინ რომ არ მერქმეოდა დავარქმევდი ჩემ თავს ლილოს. ჩემს შვილებს დავარქმევ ანასტასიას და გიოს. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი არის მამი და ჩემი სალომე ჯაყელი. კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. 29 მაისს აქვს მამიკოს დაბადების დღე და ვულოცავ და ძალიან მიყვარს. ბედნიერება არის სურვილების ასრულება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.